ხშირად როდესაც ვსაუბრობთ მშობლების ზეგავლენაზე ადამიანის რუკაში, ბევრჯერ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ჩანს, რომ მაგალითად ერთ-ერთი მშობლის გავლენა ნეგატიური არის, მაგრამ ადამიანი იძახის, რომ ნეგატიური არ არის, იმის გამო, რომ კარგად მექცეოდა, ყველაფერს კარგად აკეთებდა, არანაირი პრობლემა მასთან ფიზიკური არ მქონია ამ ადამიანთან, მშობელთან და შესაბამისად არ არის სწორი ანალიზი. და რეალურად არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთს ხოცავდეთ და კონფლიქტი გქონდეთ იმისთვის, რომ მშობლის ზეგავლენა რეალურად იყოს ნეგატიური. იმიტომ რომ ყველაფერი დამოკიდებული არის ადამიანის ხასიათზე. მაგალითად, თუმე მყავს სუსტი სატურნი და თუმე მიჭირს დისციპლინა ბავშვობიდანვე, თუმე ვარ ძალიან აბნეული, ყურადღების კონცენტრირება მიჭირს, არ მაქვს ესე ვალდებულების გრძნობა, მოვალეობის გრძნობა, პასუხისმგებლობით არაფერს არ ვეკიდები. ესეთ დროს თუ დედა მყავს სიტყვაზე ვთქვათ, მერწყულის გავლენით, რომელიც დემოკრატიულია მაქსიმალურად, ყველაფრის უფლებას მაძლევს, ჩარჩოებში არ მსვავს, არანაირ, ესე ვთქვათ, რუტინას არ მაძალებს, არ ცდილობს, რომ გამომამუშავებინოს აი სატურნისეული მაჩვენებლები. ესეთ დროს მე ურთიერთობა დედასთან მექნება იდეალური, ძალიან კარგი ყოველდღიურობაში, მაგრამ დედის გავლენა ჩემთვის იქნება ნეგატიური, იმიტომ რომ მე ის ვერ მასწავლის იმას, რაც მე უნდა ვისწავლო რეალურად. ჩემი წინსვლისთვის, რა თვისებებიც მე მჭირდება, დედას ჩემთან ვერ მოაქვს. შესაბამისად, დედის გავლენა ესეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ნეგატიური. აი ამას ანახებს რუკა. იგივენაირად არის მამის შემთხვევაშიც, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ყველანაირი პრობლემა ხშირად, ძალიან ხშირად არის დედისთან, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ანუ დედა ზრდის ბავშვს და დედას უფრო მეტი დროს ატარებს შვილთან, შესაბამისად დედის გავლენა უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის. ამიტომაც თუ რამე პრობლემა არის, ხშირად არის დედასთან იგივე პრობლემა, თუმცა მამასთან არც ნაკლებად, უბრალოდ მამასთან უფრო შედარებით სხვანაირი ტიპიური სხვანაირი, ესე ვთქვათ, პრობლემები არის, მაგრამ ისევ იგივენაირად აი ეს თვისებები, ხასიათში პრობლემები იწვევს ხოლმე რეალურ პრობლემას, რაც რუკაში ჩანს, რომ აღზრდასთან იყო პრობლემა, რა მაგალითად პასიური იყო ეს ადამიანი, ან ჩანს, რომ ნეგატიური გავლენა ჰქონდა შენზე, ეს არ არის აუცილებელი, რომ გამოიხატებოდეს მაინც და მაინც იმაში, რომ ჩხუბობს ეს ადამიანი, გეჩხუბება, არამეს გიშლის, არამეს გეწინააღმდეგება. იგივენაირად მე რომ მყავდეს მაგალითად, მე რომ ვიყო ადამიანი, რომელიც არის ძალიან პრაქტიკული, ძალიან დამიწებული, რეალისტი, დისციპლინირებული და მყავდეს იგივენაირად, ესე ვთქვათ, ემოციურად აი თევზების ტიპაჟი ადამიანი, რომელიც ძალიან ემოციურია, ძალიან სენსიტიურია ყველაფერზე, ესე ვთქვათ, ბუზიროს პილოდ ეჩვენება. რა თქმა უნდა, ცუდი გავლენა ექნება ჩემზე პირდაპირ, ანუ ეს კონფლიქტი არის ძალიან თვალშისაცემი, ხო, ანუ გამოჩნდება. მაგრამ არის ისეთი სიტუაციები, როდესაც აი წინათ რაც მაგალითიც მოვიყვანე, როდესაც არ ჩანს, თითქოს კარგი ურთიერთობა მაქვს, თითქოს ყველაფერს კარგად ვეწყობით ერთმანეთს და თითქოს არ მიშლის ეს ადამიანი ცხოვრებაში არაფერს, მაგრამ რეალურად არის ნეგატიური გავლენა იმის გამო, რომ ვერ მეხმარება ეს ადამიანი განვითარებაში. ამასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება მშობლებმა.